რა არის ენდომეტრიუმი? ხშირად გვესმის, რომ აი ენდომეტრიუმის სქელია, ეკოსკოპიური კვლევისას ამ პირიქით თხელია და საერთოდ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ენდომეტრიუმს ეკოსკოპიური გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევისას და რა არის ეს და რატომ არის ის ზოგჯერ სქელი, ზოგჯერ თხელი და საერთოდ როგორი უნდა იყოს ენდომეტრიუმი? ენდომეტრიუმი ეს არის ქსოვილი, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს ღრუს შიგნით. აი ეს არის საშვილოსნოს ღრუ, ანუ ადგილი, სადაც ემაგრება ემბრიონი და მთელი 9 თვის განმავლობაში ცხოვრობს ნაყოფი. ხოლო აი ეს ვარდისფერი ზოლი ხედავს შიდა შრე, საშვილოსნოს ღრუს შიდა შრე, აი ეს არის ენდომეტრიუმი. მაშასადამე ენდომეტრიუმი ეს არის ქსოვილი, რომელიც ეხმარება ემბრიოს მიმაგრებაში, ხოლო შემდეგ უზრუნველყოფს მის ნორმალურ განვითარებას. ენდომეტრიუმი ჰორმონ-დამოკიდებული ქსოვილია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჰორმონების ზემოქმედებით იცვლება მისი სისქე და სტრუქტურა. მენსტრუაციის დროს ხდება ენდომეტრიუმის ჩამოშლა. და ამიტომ მენსტრუაციის დასრულებისთანავე ენდომეტრიუმი არის თხელი. ის უნდა იყოს მაგალითად მენსტრუაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 5 მილიმეტრი ან ნაკლები. შემდეგ ჰორმონების ზემოქმედებით ენდომეტრიუმი იზრდება, სქელდება და თუ დადგა ორსულობა, ემბრიონი მიემაგრა ენდომეტრიუმს, მაშინ ის განაგრძობს ფუნქციონირებას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ორსულობა. მაგრამ თუ ორსულობა არ დადგა, მაშინ ჰორმონების ზემოქმედებით ხდება ენდომეტრიუმის ჩამოშლა მენსტრუაციის დროს. აი ამ მექანიზმიდან გამომდინარე, ენდომეტრიუმის სისქე არის განსხვავებული მენსტრუაციის სხვადასხვა ფაზაში. მაგალითად, მენსტრუაციის შემდეგ დასრულებისთანავე, როგორც მოგახსენეთ, ენდომეტრიუმი არის თხელი. შემდეგ ჰორმონების ზემოქმედებით იწყება მისი გასქელება, იმიტომ რომ ის ემზადება ემბრიონის მისაღებად, მაგრამ თუ ემბრიონი ვერ მიიღო, მაშინ ასევე ჰორმონების ზემოქმედებით ის ჩამოიშლება მენსტრუალური სისხლდენის სახით. ამიტომაცაა, რომ მაგალითად მენსტრუაციის დასრულებისთანავე ენდომეტრიუმი უნდა იყოს თხელი. თუ ის სქელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე ვერ ჩამოიშალა ენდომეტრიუმი მენსტრუაციის დროს. და მენსტრუაციის მეორე ფაზაში, ანუ სანამ მენსტრუაცია მოვა, ის უნდა იყოს სქელი. დაახლოებით, იდეალურია 9-10 მილიმეტრი, ან შეიძლება ცოტა მეტიც. თუ მეორე ფაზაში, ანუ მენსტრუაციის წინ ენდომეტრიუმი თხელია, ესეც არ არის ნორმალური. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, როცა ქალი უახლოვდება მენოპაუზას, მისი საკვერცხეები უკვე ისე აქტიურად ვერ ფუნქციონირებენ და ამიტომ შესაძლოა ენდომეტრიუმი იყოს თხელი, როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაში.